აუ მანჯოს მე და მოთაზე მივდივართ ნომერი 1 სასოსისე გაიხსნა ქერჩის ქუჩაზე ნეკნი შებოლილი სოსისი რაღაც საოცრება ვიყავი უკვე მორ მოგატყოთ ერთხელ ვიყავი და ეხლა მივდივარო იმენა ვიდეო გადავიღო რომ თქვენს განახოთ რა ხდება რა სიტუეიშენი არის რა ვინც გლდანში ცხოვრობთ იმენა დედას გეფიცებით ჩვეულებრივი ჯეკპოტი დაგეცათ ისეთი სოსისია პირდაპირ გეუბნებით მე ესეთი სოსისი ძმაო ვაფშე არცად ნაჭამი არ ესეთი რეკლამის შემდეგ თქვენ რომ მიხვალთ ხო იტყვით რომ აი აკება რა აფერისტია და ხო არ გადაუყო უეჭველი რეკლამას უკეთებდა რამე ვისაც რამე ფული აიღოს მის აი ბიჭო просто უკენე რა ხმაზე შესაძლოა ეს ვაფშე არ ჩართავდი ამას დიდი შენიბაზრე ხარ ახლა არა მე არ გამისინჯავ სოსისი და რო გავსინჯავ მე გაგასინჯავ მეკონება მე შევაფასებ როგორც კი ამ შუქნიშანთან მოხვალთ ნახეთ აი მარცხნივ აბრასაც დაინახავთ რომ ყაზბეგის აბრა არის ეხლა გადაუხვევთ ნახეთ გადმოაზიზინებთ აგერ დაანახე ნომერი 1 სასოსისე წერია ქერის ლუდი და მთელი ამბავი და ნავაროტკები და კაროჩე რა ჩემი ძაღლს მაო და კოკა დაგხდება ტიპი დაგხდებათ რომელსაც უკეთია გამჭირვალე სათვალე ნუ რო არ გამოჩნდეს პროსტა შეუძლებელი ერთი წუთი პირველი კომენტარი მაინტერესებს ამ ბიჭისგან რა სიტყვის რა მოდი აქ შენაბოზო ეს არის PR მენეჯერი გამარჯობათ რომელმაც ფული გადამიხადა რომ აქ მოსულიყავი აბა როგორ კომენტარს გააკეთებდით თქვენ სასოსისაზე რატო უნდა მოვიდეს თქვენ და ხალხი რომ გამოჩენა არ მინდა შენავიდეთ წესივრად მოიგეთ და კამერას უყურე არ არსებობს დავით სახელს დაბლარე დალშე გავუშვი PR მენეჯერი არის ანუ პრომო გოგონა არის მაგრამ გამოცვლა დაავიწყო და ბალეტის კაბა არაცვია წამოდი აბა შევიდეთ ვანახოთ ესე იგი აქ ესეთი ბიჭი დაგხვდებათ ირაკლი ხო ირაკლი ჩვენი ძმა ძალიან მაგარი კაცია ყურადღებას მოგაქცევთ კაროჩე ძალიან არ დაგათრობთ რომ დაინახავს რომ მაგარი მთვრალი ხართ უკვე გეტყვით რომ ლუდი აღარ ეყიდება გათავდა ბალონებში თევზები არის რეები არა ეს თევზია სიგარი მარტო ფრთებია შებოლილი ნეკნები ყველი სოსისი სოს კაროჩე რის გამოც უნდა მოხვიდეთ ყველაზე მთავარი რაც არის ჩემთვის არის სოსისი აი ძალიან დონია რა სოსისი რამდენი ცალია და რა ღირს 6 ცალია პორციაში შენ რომ გამოგაჩინო ხო არ ეგრე რა კაცი ბიჭო ეს ხალუსია ვინ არის ჩემი არა და სათვალე რომ მოიხსნას ნამდვილი მამაკაცია სვეჩი ირაკლი გითხარი შენ კი 15 დოლარი ღირს ერთი პორცია სოსისი 6 ცალი სოსისია მოყვება პური და მდოგი პური და მდოგი მოყვება და ეს ნეკნებიც როგორ არის 18 ლარი ღირს მოყვება პური და ტყემალი და ანუ კაი პორციები წინაზე რაც ვჭამეთ ბევრი არის რა განახებთ პორციებსაც რომელ საათამდე არის დილის 10-დან საღამოს 11 საათამდე დილის 10-დან საღამოს 11-მდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ შეკვეთა ჯერ არ არის შეკვეთა სავარაუდოდ ისეთი სოსისია რომ შეკვეთა იქნება და ნეკნიც ძალიან გემრიელია ფრთები და რაღაცები არ გამისინჯია ლუდიც არ გამისინჯია თუ გინდათ შიდა სივრცეში დაჯდებით კონდიციონერი სადაც არის დაჯდებით არა დადგებით უბრალოდ ესე თუ გაგისწორდებათ აქ გრილა საკაიფოთ რა მართლა ძალიან კარგად გრილა და გარეთ არის დასაჯდომები გარეთ ნუ გარე სივრცეში თუ გაგისწორდებათ მაინც ლუდს ვსვათ და ჩემი აზრით გარე სივრცეც მშვენიერი არის პირიქით მაგიდაზე საკაიფოთ თქვენთვის დაჯდებით აქ არის ესეთი დასაჯდომები რა აგერ ბიჭები ახლა მოვიდნენ და შეუკვეთეს როგორც მივხვდი რაღაცები დაელოდებიან შეკვეთას ხო და მოკლედ ჩვენ შეუკვეთავთ ახლა რაღაცებს და ყველაფერს განახებთ რა ეს ვიდეო არ არის რაღაცა დასპონსორებული და გადახდილი არავის არა კოკას მეგობრის არის და გამოუვარეთ იმიტომ გამოუვარეთ რეალურად რომ პირველად რომ მოვედი მაგრად მომეწონა რა ინსტაგრამი იქნება ამ სასოსისესი ნუ გაგიკვირდებათ ხა ინსტაგრამი რატო უნდა იყოს სასოსისესი მაგრამ უყურეთ რა ხდება რა რატო უნდა გამოიწეროთ ინსტაგრამზე გათამაშება იყო უკვე 1000 ლარიანი ჩელენჯი იყო მაგრად გაგისწორდებათ რა კაროჩე ჩელენჯი კიდე იქნება და სტორი არ უნდა გამოგრჩეთ ხოლმე რომ ან პოსტი ან სტორი არ უნდა გამოგრჩეთ ხოლმე რომ მოხვიდეთ რა რაც უფრო მეტად იქნება აქტიურობაც ხალხის ინსტაგრამზე რომ ერთი და იგივე ხალხში არ გათამაშდეს მით უფრო მეტად იქნება გათამაშებები ასე რომ ჯერ რომ მოხვალთ და დააგემონეთ ამ ვიდეოზე დაწერეთ კომენტარი გაგისწორდათ არ გაგისწორდათ და დანარჩენი ჩვენ თუ ნახავთ და გეტყვით შევაფასებთ ჩემი ბებერი ძმა ვინიცანით ჩემი მოჭიდავე ჩეგე ჩამოვიდა კაროჩე ბოკეტს ჩამოვიდა უარკეთილიდან 10 წელია ვაფშე არ ყოფილა და კაროჩე
ძალიან მონატრებული იყო რა. სახში რო ხარ იქ განცდა ყველაზე კარგი არის რა ჩემი აზრით, იმიტომ რომ იქ მაინც სულ რაღაც დაძაბული და რაღაც. დავიწყე გიცნობენ პირველი სტრიმიდან და არავინ არ იცის ეს. კომფორტი რა შეგექნა მაგალითად იქ რას არ არის და აქ რა შეგექნა. ბიჭო, ეგრე ახლა დისკომფორტი არა, მაგრამ იქ დაძაბული ხარ ყველაფერში, ყველა საქმეში, ყველა რობოტი ვიხარ. ხო რა, მაი შენ მარტო მუშაობა. აქ შეიძლება რავი, ქირა ვერ გადაიხადო, მაგრამ წახვიდე ნათესავთან დარჩე ბოლოს და ბოლოს. იქ ვერ იზავ ვერაფერს. ხო, ბიჭო, ეგრე არის რა. მაგიტო გრძნობ სახში თავს რა, აქ რო ხარ რა. ირაკლი კი განახეთ. ესა იგი, 2 პორცია სოსისი გვინდა ჯერ, 2 პორცია ნეკნი გვინდა, ფრთა გვინდა, 1 პორცია იყოს რომ გავსინჯოთ, ვნახოთ, რა დავლიო. ქერი მოდავლე. ქერი 2, ფრი 2 გვინდა. ხო, ეგენი გვინდა რა. თუ რამეა მე დავამატებთ. ჩეგი არის 6-მდე რა. თუ მოგვიწია კიდე, შეიძლება რომ სადმე კაი ადგილზე წავიდეთ და იქაც გადავა. აი, კარგად რო შევჭამთ. იმენა კარგად. მონებაში არ გავიდეთ. თუ გინდა ბუნებაში გავიდეთ. რავი, რამდენი ვარ ჩეჩე. ბევრი ვართ და თუ გინდა ბუნებაში. გავიდეთ. ჯვარზე აგერ კაცო, ჯვარზე არის. ჯვარზე მაგიდები ქირავდება თავის მაყალით ყველაფრით მაგარ ადგილზე, მაგარ ბუნებაში აგერაა შეჩემა 15 წუთის გზაზეა. აგერ 2 მაგიდა ჩვეულებრივ მივადგით, ბევრიც რომ მოხვიდეთ, ჩვეულებრივ არის საშუალება რომ ბევრი დაჯდეთ. რო იცოდეთ მაინც რა. კლდანში ესეთი სიტუაცია გვაქვს. ამინდი ძალიან კარგია, არ იგრძნობა ნოტიო ჰავა, შემოდიხარ და აქ ყავს ძაღლი ჩავა. ვახ, 2 პორცია ფრი, 2 პორცია სოსისი. კაი, მაინტერესებს თქვენი ის რა. მე ხა ნაჭავი მაქვს პირველად რო ვიყავ. ძმობას გაფიცებ, პროსტა ხელი მოკიდე რამს მძიმეა. სოსისი. ხო? ეს სოსისი არის. ტოპი. არხი გამოიწერეთ მეგობრებო და დაალაიქეთ 10000 ლაიქზე შეჭამს ბექა რამდენი სოსისი. ხედა უცებ ჩელენჯიდან. ოპელია. მაგრამ გავიაო. ეგო, მოგვიტანეს. კათმის ფრთები, შებოლილია ხო კოკა? შებოლილი კათმის ფრთები. აგერ. და კიდე რაღაცები უნდა მოგვიტანო რა. სოსისი არის აი პერლე. ნეკნებიც მოვა ახლა. გუც მოგვიტანენ მე და ჩეკეს და დევილოსებით რა. შენ ჩამოსვლას ჩვენ დაახლოებას გაუმარჯოს და ჩვენ სამშობლოში დაბრუნებას გაუმარჯოს. რა მიზნითა საქართველოსთან წახვედი, ყველა იქ მიზანი აგესრულებინოს და ისე ჩამოსულიყავი, რომ უკან გასახედი საერთოდ არ გქონდეს და არ გინდოდეს საერთოდ გახედვა რა. რა გვიმარჯოს. ვინც ემიგრანტი ხართ, ვინც არ ხართ საქართველოში, ვინც სხვა ქვეყნიდან ვიყურებთ, სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ და მინდა რომ მალე თქვენს საკუთარ სახლში დაბრუნებულიყავით, საკუთარი სახლი გქონოდეს, ვისაც არ გაქვთ და ის მიზანი, რა მიზნითაც მან წახვედით, ყველა ეგ მიზანი აღსრულებოდეთ აბსოლუტურად. გაკოცეთ. ჩვენი ნეკნიც მოვიდა. ნეკნის unboxing-ი. მომეწყემალი, ჩემო პატარა, გუგულო პატარა მატარებელო. ავარდა თქვენ. აი ეს არის ხარია. აი, მე შეგანავი, ყველა შეჭმაზე ეგრე. ძალიან გემრიელია. მე მომეწონა მაგრამ ეს ჭამე. ძალიან კარგია. ოკა. გოშეხო სოსისი უთხარი კიდე 1 პორცია. დაჟე 2 პორცია გავამბობ. ჩვენ საქართველოს გავამარჯოს, საქართველოს კუთხე კუნჭულებს გავამარჯოს, ჩვენს მიწაწყლებს გავამარჯოს. სულ მალე შეგვეძლოს რომ წავსულიყავით ჩვენს აფხაზეთშიც, ჩვენს კუთხეებში, ის რომელიც წართმეული გვაქვს და ის რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და სხვა უკეთეს ადგილზე ნახდად ვერ დავისვენოთ. ეხლა რომ თურქეთში მივდივარ და თურქეთში უნდა დავისვენო, მილიონჯერ ჯობია და მილიონჯერ მე შემვია რომ მაგარი ფოტოები არის, ბიჭო, გიждდები. თვითონ გიждდებიან თურქები და ყველა საერთოდ. გაგრა და ის მიტოვებული რო არის დედას გეფიცები, ბევრ არა მიტოვებულ ქალაქ ჟობია. საოცრებაა პროსტა რა. გავუმარჯოს ჩვენს კუთხე კუნჭულებს. მან ყვარს ასე ხელით იშკაობა რა. შეიძლება ვიღაცისთვის უზრდელობა იყოს და შეიძლება ეს არ მოგწონდეს, მაგრამ მე გემრიელად ეს ვჭამ, ნუ გაარჩინე საფხალ, ცოტა სადوار, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ლუდი ნაკურთხია ხალხო, ილია მეორე ნაკურთხა, ლუდი შეგვიძლია ჩაოლობ საღეგრძელად ვთქვათ, მაინც ვამბობ ხოლმე მე ვიდეოში, იმიტომ რომ ვიღაცა მე ინტრიგანი არ გამოხდა. არ ახსნა ძმაო, რატო არ უბერამ თუ საღეგრძელოს ამბობთ. ნაკურთხია და შეგვიძლია ვთქვათ. ჩეგეს გაუმარჯოს, როგორც მშრომელ ადამიანს უპატიოსნეს ბიჭს, რომელიც
თუ რამე აქვს თავისი შრომით აქვს და ხედაღამე შრომობს სადაც არის როგორც არის. მე მინდა რომ ჩეგეს ამადობით ვინც ეხლა როგორც ეხლა ჩეგე უნდა დაბრუნდეს რამოდენიმე კვირაში თავის მეორე საცხოვრებელ სახლში სხვა ქვეყანაში როგორ არის წე არ შეიძლება რომ არ დააფასო ის რომ იმ ქვეყანამ მოგცა ბევრი რამე არ შეიძლება რომ არ დააფასო ძალიან დაუნახავი ცუდი ადამიანი უნდა იყო იმიტომ რომ თუ რამე ეხლა გააჩნია თუ რამე აქვს რო შეუძლიათ მაგაცებთან ერთად რესტორანში დაჯდეს კარგად ეცვას ეხუროს არის იმ ქვეყნის დამსახურება და თავის შრომის მე მინდა რომ ყველა მშრომელ ადამიანს ვინც თქვენ სამშობლოში არ ხართ შრომობთ წვალობთ და გინდათ რომ რაღაცებს მიაღწიოთ და აუცილებლად მიაღწევთ პატიოსანი შრომით მინდა რომ ყველა ჯანმრთელობა გისურვოთ და მინდა რომ ყველა თქვენი მიზნების ასრულება გისურვოთ რა. გაგიმარჯოთ საქართველოში ასევე ჩვენი მშობლების დამადობით ყველა ჩვენი ძვირაკაცების დამადობით ყველა მშრომელ და იმ ნამდვილ პატიოსან მშრომელ ადამიანებს გამომარჯოს ვინც ოფლს ღuris იმის გამო რომ ოჯახში რაღაც გააჩნდეს. გაკოცეთ ვინ ჩვენთან ერთად ვცხოვრთ და გავცოთ. ეს არ მაქვს ნაჭამი. ხო, ნახოთ. მე სულხანია ხალხო. რანგრამდიელია ბიჭო. მოგოს გავშ. ხორის ხორცი ერგულება ისეთი ის მოშინში. მოვედი პრომო გოგონასავით და ვაპიარებ არა. მართლა ძალიან გემრიელი არის. ხო ჩვენს მშობლებს გამომარჯოს. იმ ადამიანებს გამომარჯოს ვინც არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, სად ვართ. აქამდე მოგვიყვანეს მშობლებმა. იქამდე მშობლებმა მიგვიყვანეს, როცა უკვე შეგვეძლო რომ ჩვენი გვიაზროვნა, ჩვენი რაღაცა ნაბიჯები გადაგვედგა, ჩვენი გვემუშავა, მაგრამ აქამდე მშობლებმა მოგვიყვანეს და ჩვენი ზრდილობა ის ჩვენი ერთმანეთის ურთიერთგაგება, ყველაფერი რომ ერთმანეთში ჩვენ რაღაცა დიალოგი გვაქვს და საერთო აზრი გაგვაჩნია და ჩვენ ვიღაცა შეიძლება მოვეწონოთ ზრდილობიანი ჩამოყალიბებული ხალხი ვართ მშობლების დამსახურება, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი გვესმოდა პირველ რიგში მშობლებისგან. მე მინდა რომ ყველას მშობელი დაგილოცოთ, ვისაც სახეზე არ გყავთ ნათელში იყოს, ვისაც სახეზე გყავს კიდე მშობლები, მინდა რომ ღმერთმა ინახას აცოცხლოს ჩვენი მშობლები, სანამ ჩვენ არ მოგვბეზრდება რა. ჩვენ რაც მოგვწეს ჩვენი მთელი ბავშვობის განმავლობაში, მთელი მათი სიბერე გაგვეთქმილებინოს და გადაგვეხადოს ყველაფერიც. ეგრე უნდა იყოს, იმიტომ რომ შვილი ვერაზუს ვერ გადაიხდის მშობლის სამს. აი შანსი არ აქვს, მაგრამ ერთი ეგაა რომ სიბერეში შენ მიანიჭო ყველანაირი აი კომფორტი რომ აი კარგი მაგით უზრუნველყო რა თორე ამაც ვერა. და პირველ რიგში ის რომ შენ ისე არ უნდა იქცეოდე რომ შენზე ცალკე სანერვიულო კონდეს რომ შენ იყო რაღაცა ცუდი. მინდა რომ კარგები ყოფილიყავით და სასახელოები ყოფილიყავით და ისე გეცხოვროთ რომ თქვენს მშობლებს იამაყოთ. დაგილოცავთ მშობლებს. დაგილოცავთ ბიჭებო ყველას მშობლებს. ეხლა ყვებოდით ხალხო როგორ გავისანი ჩეგეთ. ნუ ჩეგე პირველი სტრიმებიდან რაღაცების სტრიმებს ვინც უყურებთ რა ვიდეოებს ვინც სტრიმები. ადრო სტრიმები იყო მე და შენ გავიცან. არა, ამან გითხრათ, ვინი ამან გაგიგუნა ჩა გასტრიმე და ადრო სტრიმები იყო მე გადავედი. აბა როგორა არ სტრიმავდი. არც დილაიზე სტრიმავდი. რუმებს სამაშობდი რა სტრიმავდი. 11 არ ქონდა iPhone 2 XS Max. XS Max მობილურით მქონდა გადაყვანილი კამერა და ისე და ეხა რას ყვებოდით რა. კაროჩე, ჩეგესთვის უნდა მომეყოლა უბრალოდ ჩეგე ბავშვის ნათლი არის თოკა რა. ჩვენი ძმაკაცი, რომელიც მეც ესე შემთხვევით გავიცანი და გეტყვით როგორ გავიცანი. Instagram-ზე ერთი დღეა, სტრიმზე არაფერს მაშინ შენ ვამბობდი რომ დონაციები და რაღაცა. არაფერი არ დაუდონატებია საერთოდ, პროსტა ესე Instagram-ზე მომდის SMS-ი რომ Insane tete აწერია. ოთარას სახელი. თოკას Insane tete წერს Instagram-ზე. გაუმარჯოსო, კაროჩე გიყურებო სულო რაღაცეები და მინდაო რომ ამერიკიდან რაღაცეები გამოგიგზავნო რა. არა მეთქი თქო რა რაღაცები უნდა გამომიგზავნო. ვიხარ Insane tete გაწერია. ნო კაროჩე twins ლუწაო მომწერეო რა ეს რაღაცეები მე ძალიან დიდი ხანია ვგიყურებო და მე ვასებაო რა და რაც კაიო არ გაქვს ახალი არ გაქვს მინდა რომ ახალი გამოგიგზავნაო რა ნომერი მინდაო მისამართი და პოსტის რაღაცაო რა და არ მინდა მეთქი ძმა ხო პროსტა მითხარი ვიხარ ხა რაღაც ფეიკიდან მწერ მეთქი მადლობასაც ვერ გეუბნები ჩათვალე რა კაროჩე შემია მე მაინც გავიგებო რა უნდა ხა რომელიმე შენ ძმაკაც მიწვარ და გავიგებო და რატო უნდა ვიწვალო შენ ძმობას ვიცავარ Steel Series-ის პადი გამომიგზავნა 350 ევრო ღირდა
ევრო დიდი რაღაცა თელმაგიდაზე რო იდო გასასწორო ეგ მქონდა მაუსი კლავიატურა მე მგონი და ეს HyperX-ის სულ ახალი რომ მქონდა ხოლმე RGB რაღაცა აი მაშინა გავიცან მე თხოვე რომ თხოვე შენი იმიდან მომწერო მიხარ მადლობა მაინც გადაგიხადო ოთარას სახელი ეწერა ბიჭო Instagram-ზე და კაროჩი ძალიან საყვარელი ბიჭია ჩვენი ძმა არის და ჩეგეს ბავშვით ნათლია არის და უპატიოსნესი უწესიერესი ბიჭი არის და ლაპარაკობთ ახლა და მოვაყოლე მოგითხვა აქედან ხო რა მინდა რომ თოკას როგორც ჩეგეს პატიოსან და წესიერ და მშრომელ ხალხში და ჩვენს ძმაკაცში სადაც ნაკამდე მოვედით მინდა და ჩამერთო და მეთქვა რომ ჩვენს ძმაკაცობას გაუმარჯოს ისე რომ ჩვენ მე და ჩეგე 7 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და თვალით არ ყავდა ესე პირადად ერთმანეთი ნანახი არ ყავდა თვალის გარდა კამერით და რაღაცით მილიონჯერ გვაქვს კაცო ნალაპარაკები რა თუნდა მაგას საუბარი მაგრამ ესე არ უმჯდა რა ვარ ერთად რა მინდა რომ ჩვენს ძმაკაცობას გაუმარჯოს ყველა ძმაკაც დაგილოცავთ ყველა იმ ნამდვილ ძმაკაც დაგილოცავთ ვინც დიდზე ჩამოსახლი ყოს სამწუხაროდ რა და ესეთია ცხოვრება რას ვიზავთ ზოგს დაგვაკარკინებს ზოგს ფული გაგვაცნობს ზოგს თავის საქციელები გაგვაცნობს ზოგს უბრალოდ ცხოვრება სხვაგან წაიყვანს და ფიზიკურად დაგკარგავს და მოკლედ რა მინდა რომ ყველა ის ნამდვილი თითზე ჩამოსახლი ძმაკაცი დაგილოცოთ ვინც გულით გიყვარს ძმაკაცი არ არის ის ვისაც უბრალოდ თქვენ პატარები ვინც ხართ ეხა 13 14 და 15 წლის ესე ყველა ძმაკაც რო ეძახი და ყველა უბანში რო ძმაკაცი გყავთ 100 ეგ არ არის ძმაკაცობა მაინც რო გაიზდებით მე მიხვდებით მაგ ყველაფერს მეც ეგრე მეუბნებობდნენ ძმაკაცი არის ის ვინც არის თქვენი ოჯახის წევრი ვინც არის ძმა ვისაც ენდობი ისე როგორც საკუთარ ღვიძლ ძმას ენდო და ანდობ ოჯახს მე მინდა რომ ჩვენი ძმაკაცობა დავლოცო და მინდა რომ ძმაკაცები დაგილოცოთ ჯანმრთელობა და ის მიზნების ასრულება რაც გვაქვს ჩაკეთებული ну ახლა შედარებას თუ დავიწყებ და რაღაცეებს შეადარებ თქვენ რომ ნეკნი შეიძლება ჩეხეთში უფრო გემრიელი გაქვთ ნაჭამი სადაც რა ვიცი ხორცის ქვეყანა არის რომ აი ეს კანჭი და რაღაცეები გიждდებიან ისე უყვართ არგზე კარგი არ დაილევა არასდროს ესე რომ ვიმიჯელოთ ახლა სოსისზეც რომ მოხვიდე და გასინჯოთ და რო თქვათ რომ გერმანიაში უკეთესი მაქვს გასინჯული მე არ გამიკვირდება არ არის გასაკვირი, მაგრამ უგემრიელესია. გასინჯავთ, დანაყრდებით კიდეც, მოგეწონებათ კიდეც და დარწმუნებული ვარ ისიამოვნებთ და. როგორ არის ხალხო, იცით? ჩვენ ისე გავიზარდეთ, მეც ჩეგეც ბოგეც, ყველა ბიჭები ვინც აქვს ვიყავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვიქეიფია ხალხზე და პულზე. ყველას დაგულევია ესე. პროსტა არაყიც მისაყოლებლის გარეშე ყველაფრის ნუ კურსოს უნდა ხო რა ისე გავიზარდეთ რომ ჩემი აზრით მთავარი არის ის ჭურაობა, აი ეს რო სხედვართ და ერთმანეთში რო აი რაღაცებს ლაპარაკობთ 1000 ამბავს ყვებით, ბევრად სასიამოვნოა ჩემთვის, ვიდრე ის რო აი აქ დავჯდე და მაგრა დავთრო. შეგვეძლო ჩვეულებრივ არაყი მოგვეტანა და მოდი და ეხლა გათიშული თვალები მჯდარიყავით. აი რა აზრი აქვს. ეგეთ დალევას, ეგეთ დალევა არის ჩემთვის ალბათ სხვა მიზნის გამოსვავენ რა. ვზივართ, ლაპარაკობთ აზრებს სულით ერთმანეთს რაღაცებს უყვებით, ჩემთვის ამაზე სასიამოვნო არაფერი არ არის. რაც მთავარია ზომაწონა უნდა იცოდე, როცა დათვრები უკვე ადგემ შვიდად ლამაზად სახლში წახვიდე, მშობლები ნერვიულობენ, გარშემო მყოფები, ძმაკაცები და ყველა ნერვიულობენ, ყველა შენ სულსაქციელზე და ჯობს რომ რავი, როცა სვავ, როცა ჭამ, მოილხინო გემრიელად ლამაზად და მე სახლში შვიდად მეხვიდე ისე რომ არავინ არ ანერვიულო რა. მე მინდა რომ ტყვილი მოგონებები ვთქვა ბარემ, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საფუძველოა და ყველაზე მეტად მიყვარს და თან ისევ იმის გამო რომ ის გაიხსენე, ჩეგე იყო ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად ტვინს მიბურღავდა ყოველთვის რომ სტრიმი უნდა დაიწყო და მე და ჩეგე ვიყავით აი ერთ-ერთზე დისკორდში ზუსტად მახსოვს ეგ დღე წარმატებაო საიდან მოდისო რო ვლაპარაკობდით რომ აი როგორ არიანო სხვებიცო წარმატებული სტაბილურობით გახსოვს ძმობას გაფცებ სტაბილური უნდა იყო და შანსი არაო რა. მაშინ უთხარი რომ მეთქი აი არ გავმაზავ იმენა დღეს ისე შევბერავ. სტაბილური ვარ კი არა, არ ვიცი. დედასკებ 365 დღეში 350 დღეს სტრიმავ ხოლმე და მეც ფიზიკურად ვერ იზავ, ვერ გააკეთებ. ბევრჯერ ჩემი თავისთვის დრო არ დამითმია, ბევრჯერ გარეთ არ გამოსულა იმის გამო რომ გამესტრიმა. ასე რომ თავარია მიზანდასახულები იყო და არ არსებობს მიზანი, რომელიც არ აგისრულდება. მინდა ჩვენი ტყვილი მოგონებები ისეთია, რომ ერთად არ უმჯდა ვართ, ერთად ყოფილვართ, ერთად არ ვიყავით სადღაც, მაგრამ იმდენი და ისეთი ტყვილი მოგონებები გვაქვს, შეიძლება ბავშვობის ძმაკაცებს არ ქონდეთ მაგდენი რა. იმდენი ღამეები გვაქვს. გათენებული ლაპარაკში და რა ვიცი რა, ძალიან მაგარი. შეგვიძლია დავჯდეთ და აი ამ სუფრაზე რო დავჯდებით, სულ არ დავლიოთ და პროსტა ესე ამბები მოვყვეთ ერთად რაც გვაქვს გატარებული და უბრალოდ იმ ამბებით ვისიამოვნოთ რა.
მინდა რომ თქვენი ტყელი მოგონებები და ჩვენი ტყელი მოგონებები დავუცო. უამრავი ქონოდეს ერთადაც, ცალ-ცალკეც და წარეთკვილად გვახსენდება ყოველთვის სამომავლოდ, მაგრამ ტყვილი ქონოდეს ყოველთვის მოსაგონიებლად რა. დაგილოცავთ ტყელ მოგონებებს. მინდა რომ დედმამიშვილები დაგილოცავთ. ყველას ხო, დედმამიშვილებს დაგილოცავთ. რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ვთქვათ, დედმამიშვილი როგორც დაგიდგება გვერდში, დედმამიშვილი როგორცაც მიგიღებს, როგორც გვერდში დაგიდგება, როგორც ყველაფერს გაპატიებს, როგორიც უდიც არ უნდა იყო რა, რაც არ უნდა იყო, როგორც ყველაფერს გააკეთებს შენ გამო, ისე ალბათ ვერავინ რა. ასე რომ მინდა რომ ყველა დედმამიშვილი დავუცო. მინდა რომ დაიკავები, ვისაც ყავთ ყველას დაგილოცოთ. ვისაც დაიკავ და ზამიკოვარი ყავს ან რომელიმე ძმობას და დობას ვინც გაგვიწევს ჩვენის თამადობით, ჩვენი ძმაკაცობის თამადობით ყველა იმ ადამიანს, იმ ძმებს და დებს დავუცო. დაგილოცავთ. ძალიან ცოტას წრუპავთ, ძალიან დიდი ხანი არ დამილავია. მესამე კათხას ვსვავთ და ეხლა ვილაპარაკებოდით თოკას და ნინის და აკრას მინდა რომ ჩვენი მეუღლეების, ჩვენი მეორე ნახევრების სადღეგრძელო თქვა. ჩეგე მარიამს დაგილოცავ, მეუღლეს, მანანოს დავლოცავ, მურთო, თქვენ მეორე ნახევრები როცა გაყოლებათ დაგილოცავთ, ჩემს დინას დავლოცავ, მე მინდა რომ რა მიზნითაც ერთად გავაგზავნეთ ცხოვრება, რა მიზნითაც დავოჯახდით, რა მიზნითაც შევქმნით ოჯახი და როგორი მიზნებით ერთად გაგვაჩნდა რომ ერთმანეთს ცხოვრება დავუკავშირდეთ, ყველა ის მიზანი აღსრულებოდეს. სიყვარული არ მოგვიშალოს ღმერთმა, პატივისცემა რაც ყველაზე მთავარი და პირველი არის. და ერთმანეთი გაგვეტანოს ყოველთვის და ერთმანეთის ზურგს უკან უნდა ყოფილიყავით რა. მაგისთვის არის ოჯახი, მაგას ქვია ოჯახი რა. მინდა რომ მეორე ნახევრები როცა გეყოლებათ, გულით ხვარებოდეთ და რაც ყველაზე მთავარია პატივი სცეთ ერთმანეთს, გაუგოთ ერთმანეთს და ჭირში და ლხინში ერთად უნდა იყოთ, თორე ლხინში ყველა ოჯახის წევრი არის ვაფშე. დაგილოცავთ ყველას მეორე ნახევრებს, მეუღლეებს, მინდა რომ ბედნიერები იყოთ. გეტყვით ახლა რა ხდება რა? შევკვეთეთ 6 კათხა ლუდი ქერის, ხო არ მეშლება, ქერის ლუდი 6 კათხა, ფრი შევკვეთეთ 3, ფრთები შევკვეთეთ 2 პორცია, სოსისი შევკვეთეთ 4 პორცია, ნეკნები შევკვეთეთ 2 პორცია, 3 კოკა-კოლა და 2 ბორჯომი მე მგონი რა. ეხლა კოკა წავა ანგარიშს მოიტანს და გეტყვით ეს ყველაფერი აბსოლუტურად რამდენის იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ანუ ისე ვართ რომ ვეღარ ვჭამთ და დაგვრჩა საჭმელი რა. ვიწყებ ჩეგესგან. რამდენი გგონია რა? კლიენტად ხო? ხო. 350? მე არ ვიცი. ხო, ნუ ეგრე მგონია 350. კოკეზე გადავა. 140 ლარი. ჩემი აზრით 220 ლარი ალბათ. 300 ლარი. არა, 300 ლარი მგონია. რაღაცა აქ არ წერია. დათვალე. მიდი მაგაც მომაწოდია. ეგარი ხა რა, მომატებული არაფერია, დაკლებული არა. ოი გარი ძალიან იაფია. არა, რაღაცა და დედას გეფიცებით თუ რამე აკალდეს. 5 კაცი შეშება. ჩემი რა 5 კაცი, ძმა, კიდე 1-2 კაცი იქნება. კაროჩე 192 ლარისაა რა, რა ვიცი. 200 ლარად. რავი, ამდენი ჭამოდა დალიო? რა ვიცი. დედას გეფიცები მართლა არ ვიცი. სასოსისე ნომერი 1 არის ქერჩის ქუჩაზე, სადაც ვართ. ნომერი 1 ფასებითაც და ნომერი 1 სოსისითაც. ღმერთს გეფიცები სიტყვას თუ ვამატებდე. რა არ დავიფიცებით ყვილზე არასდროს. 300 ლარის მეგონა მინიმუმ. ვინც ვავდით ჩვენ ერთად ღმერთმა შეგარგოთ, ვინც აქ მოხვალთ და დალევთ ღმერთმა შეგარგოთ ასევე. გამოძახება არ არის ჯერჯერობით იცოდეთ. რომ მოხვალთ ეს სტუმრებით და ნახავთ თქვენ და გემონებთ, ვეჭველი, აი გთხოვთ. ცუდიც რო იყოს კომენტარი, არავინ არ წაგიშლით, არ არსებობს. კომენტარებში დაწერეთ მომსახურებიდან დაწყებული, ყვებიდან დამთავრებული როგორ მოგეწონებათ. გაკოცეთ და იმედია მოგეწონათ ვიდეო, ძალიან სახლური ისეთი ვიდეო იყო, რომ რავი, პროსტა ვიჯექით, არც გადაღებას რაღაც არ ვაპირებდი, რადგან უნდა გამოსულიყავით მაინც, ვიცი რომ კოკას მეგორვის არის და პირველად რო ვიყავი და ძალიან მომეწონა, ისედაც ვთქვი რომ უეჭველი უნდა გავაგებინო ხალხს თქო რა. გაკოცეთ დროებით.